გამოდი, შენი საყვარელის მუსიკა ვაკეთე და მე ბატუტებზე წავიდეთ, გინდა? არ მინდა, ამას მაინც ავალაგებ ჩემით. კიდე რისი გაკეთება გინდა შენით? ჩემნაირი სმუზი მაინც არ გამოგივა. წამა. მაგალითად ინგლისურის გამოცდის მოგება მინდოდა ჩემით. ანუ? დედა ლონდონში ხო იყავი? დედა, მართლა ფული გადაუხადე მერიკო მასწავლებელს რომ მომეგო? საიდან მოიტანა? ანუ მართალი ვარ. დე, შენ ჯერ პატარა ხარ და რაღაცეები არ იცი. ხო, მაგალითად ინგლისური. გაირა დედა რა. ესე იყო საჭირო დამიჯერა. მთავარია რომ ლონდონში იყავი, რამდენი ცოდნით დაბრუნდი, რამდენი მოგონებით ხო ხედავ? კატო, დამიჯერე, შენც იგივეს ისავდი ჩემ ადგილას. არ ვიზამდი. როგორ არა, იზავდი. და კაიგი ხოცები აღარ მინდა, ხა ამაზე ლაპარაკი კარგი? მთავარია რომ იყავი ლონდონში. დანარჩენზე შენ არ იფიქრე. კარგი? კატო. კარგი? კარგი. ხო და ძალიან კარგი. წამო. წამო დავლიოთ სმუზი. აბა, რა სიტყვით ძმებო? თესლია, ძრავის უშეცვალე? ხო, ტურბო ჩაუყო. ახშეჩი, მე ესე თუ გააგზელებ სერიოზულ ბიზნესს მოხოდავ. ბიჭო კი, მაგრამ მე მაინც ელექტრომანქანებზე მინდა რა გადავიდე. 5-6 წელი მოიცადეთ და ყველა მაღაზი გადაჯდება. და რომელი მოდელი გინდა? BMW i3. აქედან არაფერი არ გამოვა, მაგრამ 15 ასეთი და მერე უეჭველი გადავა. საღო ძმაო, შენ ქვია კაცი. კაცი კი არა, შუმახერ შეშურდება ისეთი. კაი, ძალიან გახვედი ხაში. რა გავედი, იცი რას ჩქარეა. კაი, ხა მოვედით, ნახეთ, შევაფასეთ გეყო რა. გაჩვენო? აქ თუ აპირებ დრიფტაობას? რატო არა? აი, არ გვინდა გჯერა, ხო? ისე ორსულებისთვის ყავა არ შეიძლება. სხვათა შორის მაინც. აი, სად წაიკითხე ახლა ეგ? რა გჭირს? არ ცადეთ ახ ადამიანს. ხედავთ რამე ეს. აი ამას ხო ხედავთ? აბა. ამოზნექილი რომაა. აბა, ამოზნექილი. ნახეთ. ჰა. ბიჭი პოფილა. დედა, მოცა. ნამდვილად? აბა ხუმრობისთვის მოვედია? შენი იმედი მქონდა ვიცოდი, არ მიღალატებდი. მედიკოს დაუდგება ეხა თვალები. ამა მიყვანა ორი გოგო. გილოცავ დედიკო, ყოჩა. ახლა ისეთ ხაჭაპურს დავაცხო, დამიცადეთ 10 წუთი. მოდი, მარი, მოდი, ახალი ამბები გვაქვს, გოგო, მოდი. ჯამები მოგიტანეთ. რა დროის ჯამჭურჭელია? ბიჭი მოდის, ბიჭი. მოდი დაჭიქდე. რას აღნიშნავთ? მამა ხვდები, მამა. არ იყავი? ბიჭი გეყოლებათო. მე გილოცავ. ზურა ბიჭია ნამდვილად ვიცი, მარი, შენებს მოკიდე ხელი და გადმოიყვანე ახლავე. დედას წინავს და საღამოს ერთად გადმოვალთ. მარი ხო? დიახ. ძალიან მძიმე აურა გაქვს. რა დაგემართა ასეთი? თან აი სულ ახლა ხანს. არაფერი, ყველაფერი კარგად არის. არა, ყავა მოუდუღე, ჩაუხედა. არა, დიდი მადლობა, მეჩქარება, მართლა უნდა წავიდე. დედა, მარი ხდება დედა რამე? არა, რა უნდა ხდებოდეს? აბა, გოგო, მთელ რაიონში საუკეთესო მკითხავია და ახლა ამაზე უარის თქმა შეიძლება და თვითონ ამოგირჩია. მართლა არ მინდა, გავიქცევი და საღამოს მოვალ. რა ვიცი. რას წარმოვიდგენდი ჩემი ნიკას რეზიდენტის ოჯახი თუ ასეთი ახლობელი სამეგობრო წრიდან იქნებოდა. რა პატარაა თბილისი? აბა, არა, ლიზა რაღაცებს კი მიყვებოდა ნიკაზე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ვერ მოვიფიქრებდი, რომ ასეთი ახლობლები აღმოჩნდებოდეთ. ხო და არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. დე, მოხვედი? დედა, ხომ არის შემოადგილოს მანქანა მინდა ვეჭირე. დე, სტუმრები გყავს.
ჩემი მანქანა იქნება ახლავე გადავაღებ. არა, ძამდებოდეთ. ლიზა, შენ გარბიობდი. ხედავდე როგორი სურპრიზი მოგიმზადე? ხო, მართლა სურპრიზია. და ცირა ხო გახსოვს, ჩემი მეგობარი. მოკლედ, ცირა და ლიზას დედა არიან მეგობრები. თქვენც ხო მეგობრობთ და ვიფიქრე რატომ არ უნდა შევკრებილიყავით. შესანიშნავი იდეა იყო. თანაც ნიკა თუ მომიყვება რაღაცებს, მეცოდინება როგორი რეზიდენტია ჩემი შვილი. დაჯექი. ხელებს დავებან და მოვალ. გოგოებო მიირთვით რა. ეს არის ნატურალურ თაფლზე გაკეთებული ნამწყები. მართლა, რა მაგარია, სათიშოვე ნატურალური თაფლი. მოკლედ, ნუნუს ქმარი მალხაზი რაც თეატრიდან წამოვიდა. მე თვითონ მანქანებს ვაკეთებ, ბიძა ჩემო და ვხედავ რამდენის დაზიანებაც არის. შვილო, ამ მანქანით შოულო ფულს. მე რომ არა ოჯახში არ არის შემომტანი არავინ. უფრო მაგრა რომ დაგერტყა, ჩემ ცოლშიც რა გაეშველებოდა მე. კარგით რა მთავარია არ დაგეჯახათ და რანაირჩენს მივხედავთ. ხო, თან პოლიცია და პრობლემები არც ერთს არ გვინდა. ბიძა ჩემო, მე და შენ შეგვიძლია მოყვეთ. არა, პრობლემები არც მე არ მინდა, მთავარია მანქანა გამიკეთოთ. აი ჩემი ტელეფონი. შენ ნომერზე გაუშვი ზარი? ხო. მეც შავიძე. სახელი თქვენი? ვაჟა. ტაქსისტი ვაჟა. ეგ არის. კარგი, ყოლდაგირები. ნახონდეს. არა, ხუთეთრიანი არ არის არტენა საჭირო ისე ჩახო. მადლობა, კარგად იყავი. ნდე რა კაი საღამო იყო არა დღეს? რა იყო ეს ცირკი? რა ცირკი მეგობრები დაუპატიჟე. მეგობრები, რომლებიც დღეს გაიცანი შემთხვევით, ხო? ხო რა იყო? ანუ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ფრაზებთან, ჩემი ნიკაც ლიზასნაირად ფიქრობს და რა კარგია ლიზას, რომ ნიკა ექიმი შეხვდა და სხვა არა და მე სამსახურის მერე რა შვებით, ხო? ნიკა რატო ბრაზდები? შენ მიღადავები? შულო, შენ მე ბრმახუ არ გონი ვარ. ვერ ხედავ როგორ ეპრანჭები და ეკურკურებით ერთმანეთს. რა იყო ვიფიქრე ბავშვებს ხელს შევწყობ მეთქი. ეხა კარგად მომისმინე. ჯერ ერთი, ლიზა ჩემთვის რეზიდენტია და მეტი არაფერი. მეორე, ასეც რო იყო შენ არავინ გეკითხება და მესამე, ეგეთ რამეს კიდე იზამ და საერთოდ ვერაფერს გაიგებ ჩემზე, გასაგებია? ეხლა ვიგებ? ეს სიტუაცია შენი ბრალია. არაფერს რო არ მიყვები მაგიტო. ერთ დღეს ბაბუა შენი საათი მოიხდენი, მერე ნაცემი მოხვედი. ნიკა რა გემართება? ლიზა თუ არა, აბა სხვა ვინ არის? მე ჩემი გითხარი და იმედია გაითვალისწინე. რა შვები, უჩემოთ ხო არ დაიწყე? არა, 6 საათზე დაიწყო და უნდა გადავახიოთ. ბელგიის გრან-პრი, მომისმინე, გუში კვალიფიკაციაზე პირველი ვინ დააყენეს? ჰამილტონი რა თქმა უნდა. აუ, მომკალი ძმაო და არ მევასება ეგ ფიჭი რა. კასპერ, კარგი ადამიანი კი ხარ, მაგრამ ფორმულა 1-ის გარტყმაში არ ხარ. მიდი, ჯართე რა. მოიდა. ბიჭებს გაუმარჯოს. გამარჯობა. გაუმარჯოს. კი, კაი კაცი ხარ ბადრი, მაგრამ შენ რომ მოდიხარ ხოლმე მგონია რომ სულ რაღაცა ცუდი ამბავი უნდა გითხრა რა. შენნაირჩია საძმაკაცო ტყობა, მე ხო არა. რა ხდება, მშვიდობა აქ? მეც მაგის კითხვა მინდოდა. რამდენიმე დღეა გაქრა ცეხიდან. ყველგან ვეძებებ, მაგრამ ვერ ვიპოვო ვერსად. თან ბოლოს ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ძალიან შემაშინდა რა. თქვენთანაც არ გამოჩენილა, ხო? არა. შენთან? არა. ზვიად. არა მეთქი ხო გითხარ. ტელეფონიდან ნივთები აქ დატოვა ცეხში რა. თვითონ საწავი და არ ვიცი. კაი გავალ მე რა იქნება ვიპოვო სადმე და. ბადრი, მადლობა რა. სწავალ საძებნელად რა და თუ რაღაცა ეს გამოყო. კარგი. მიდი მადლობა.
გადაეცი რომ ჩემგან ერთ თეთრსაც არ მიიღებს. ეს ყველაფერი გიღირს იმათ რომ ანამ გაიგოს. რაღაცას გეტყვი. ოღონდ არ გაბრასდე რა. მეც ახლა გავიგე და ძალიან დამწყდა გული. კატო მითხარი რა მოხდა? ხმას ნუ იღებ. დღეს მთელი დღე რო ტელეფონი გირეკავდა და უთიშავდი ვინ იყო? მეგობარი, შერაგინა, როდიდან ინტერესდები? ვინ გძანდებით? მე ისა ვარ, ვისაც უკვე მეორე თაშანტაჟებ. ან სინდისი არ გაქვს, ან ნამუსი ამ ხელთან ხას რომ მითხო. ზვიად. წამოვა პოლიციაში რა განცხადებას დავწყე რა. აი რა პოლიცია რა. მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელ თვალებს დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს